როგორც საქართველოს პარლამენტში გვეუბნებიან, დღეს უნდა ჩატარდეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელმაც უნდა განიხილოს ჩვენი ინიციატივა უბლოკო სტატუსის თაობაზე. სამწუხაროდ, რამდენჯერმე ეს სხდომა უკვე ჩაიშალა, აბსოლუტურად ხელოვნურად, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას საკმარისი რაოდენობა ყავს დეპუტატების იმისათვის, რომ kvორუმი შედგეს, მაგრამ kvორუმი არც ერთხელ არ შედგა. მე მინდა იმედი ვიქონიო, რომ დღეს მაინც საქართველოს პარლამენტის წევრები უმრავლესობიდან არ დაარღვევენ კანონს, რეგლამენტს და უბრალოდ არ ჩაიდენენ დანაშაულს, იმიტომ რომ როგორც გუშინ მოგახსენეთ, პოლიტიკური პარტიის საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეშლა ეს პირდაპირ დანაშაულია. მე იმედი მინდა ვიქონიო, რომ არ ჩაიდენენ დანაშაულს, ამჯერად შეიკრიბება kvორუმი და ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა დავიწყოთ ხელმოწერები საქართველოს უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ხელისუფლებაში და ოპოზიციაშიც აწუხებს ჩვენი ინიციატივა უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მე არაერთი არგუმენტი მოვიყვანე, რომ ეს არის ნამდვილად ქვეყნის გადარჩენის, გამთლიანების და ეკონომიკური განვითარების ერთადერთი გზა, ჩვენ რეალურად არგუმენტებითაც კი არავინ არ შემოგპასუხებია, უარი განაცხადეს პირდაპირ დებატებზე სატელევიზიო ეთერში ჩემის ღრმარწმენით იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ უბრალოდ არ აქვთ საწინააღმდეგო არგუმენტები და ამავდროულად ყველანაირად ხელს გვიშლიან, რომ არ დავიწყოთ ხელმოწერები, იმიტომ რომ ეშინიათ, რომ ჩვენ ძალიან მალე მოვაგროვებთ ასეულ ათასობით ხელმოწერას. ეშინიათ ორი რამის გამო, ერთი იმიტომ, რომ ამ ხელმოწერების შეგროვებაზე, რა თქმა უნდა, ალბათ ისინი საყვედურს მიიღებენ თავისი დასავლელი პატრონებისაგან, რომ ვერ შეგვიშალეს ხელი. მეორეს მხრივ ეშინიათ იმიტომ, რომ უბლოკო სტატუსისათვის ხელმოწერა გამოჩნდება, რომ ნამდვილად ძალიან ბევრი ადამიანი დაუჭერს ამას მხარს, გამოჩნდება ის, რომ საქართველოში ძალიან ბევრი თანამოაზრე ვყავს ჩვენ, არა მარტო ამ საკითხებთან დაკავშირებით, არამედ სხვა პოლიტიკური ხედვების თვალსაზრისით, რაც იმას ნიშნავს ამავდროულად, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გვიჭერს და დაგვიჭერს მომავალშიც მხარს. ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების და ოპოზიციური ცალკეული ძალებისათვის, ან შეიძლება ყველა ძალისათვის კატეგორიულად მიუღებელია და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ჩვენ არ დავიწყოთ და ვერ დავიწყოთ საქართველოს უბლოკო სტატუსის შესახებ ხელმოწერები. ვაფრთხილებ ხელისუფლებას, თუ ისინი კვლავ არ უზრუნველყოფენ kvორუმის შეკრებას, ასეთ შემთხვევაში ნამდვილად ძალიან ათლად გამოჩნდება, რომ ეს არის აბსოლუტურად შეგნებული ავანტიურა მიმართული იმისაკენ, რომ მოსახლეობამ თავისი კონსტიტუციური უფლება ვერ გამოიყენოს. ჩვენ მაინც მოვძებნით გზას, როგორ დავანახოთ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, უბლოკო სტატუსის აუცილებლობა, როგორ დავანახოთ ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უჭერს ამ ინიციატივას მხარს და როგორ დავანახოთ მთელ მსოფლიოს ის, რომ რეალურად საქართველოში ხელი ეშლება რეალურ დემოკრატიულ პროცესს, რასაც ქვია მოსახლეობის უმნიშვნელოვანესი ნების გამოხატვა. ეხლა რაც შეეხება იმ კომენტარებს, რომელიც კეთდება უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით. მე ხა ნამდვილად არ მინდა ბატონი სესიაშვილის კომენტარებს ბევრი დრო დავუთმო, მაგრამ იძულებული ვხდები ბატონ ირაკლის ურჩიო, რომ ჩაიხედოს საერთაშორისო სამართლის სახელმძღვანელოებში და განსხვავება წაიკითხოს ჯერ ვიდრე ხმამაღალ განცხადებებს გააკეთებს უბლოკო სტატუსსა და ნეიტრალიტეტს შორის, რაც შეეხება, ესე ვთქვათ, ჩვენს დადანაშაულებას იმაში, რომ თურმე, ესე ვთქვათ, რესპუბლიკური პარტია შეხმატკბილებულად აყვა ამ ინიციატივას, ბატონო ირაკლი და უმრავლესობის წევრებო, ვინ გიშლიდათ რესპუბლიკური პარტიისთვის დაგესწროთ და თქვენ გამოხმაურებოდით უბლოკო სტატუსის იდეას. უბლოკო სტატუსის იდეა ჩვენ გამოვაცხადეთ ივლისის დასაწყისში. რესპუბლიკური პარტია ამ იდეას გამოეხმაურა პრაქტიკულად 1 თვის შემდეგ, აგვისტოს დასაწყისში. თქვენ ვინ გიშლიდათ 1 თვის განმავლობაში თქვენი ინიციატივა ან დადებითი, ან უარყოფითი მოსაზრება უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით გეთქვათ. უბრალოდ თქვენ კომპეტენცია არ გეყოთ, მიმხვდარიყავით ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის მნიშვნელობას და ეხლა უსინდისო манипуляციებს კარგი იქნება თუ თავს დაანებებთ. არაკომპეტენტურობა ერთია, მაგრამ როდესაც არაკომპეტენტურობიდან გამომდინარე უკვე უსინდისო ბრალდებები ისმის, ეს უკვე სასაცილოც არის, მაგრამ რეაგირებას როგორც ჩანს ნამდვილად საჭიროებს.
ესეც ერთი დადასტურება იყო იმისა, რომ ქართული ოცნება ელემენტარულ პოლიტიკურ კატეგორიებით ვერ აზროვნებს, ქართული ოცნება ელემენტარულ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს და ადეკვატურად ვერ მოქმედებს, არც თუ ისე რთულ სიტუაციებში. ამიტომ მოუწოდებ მოსახლეობას, რომ აუცილებლად მიიღოს გადაწყვეტილება ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებიდან მოშორების თაობაზე და შემოხაზოს სამი ნომერი და აგვირჩიოს ის ადამიანები, ვინც ვიცით რა უნდა გავაკეთოთ და ისიც ვიცით როგორ უნდა გავაკეთოთ.